ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. როდესაც ცხოვრება კარგავს ყოველგვარ აზრს და სიკვდილი აუხდენელოცნებად გექცევა. დღეს მე აქ მოვედი შაოსანი დედა. როდესაც ჯოჯოხეთი გარდაუვალი რეალობა ხდება და სასტიკის მანება მოულოდნელად ცხადდება აწმყოში. თოობის დროს გვაწამეს. როდესაც შენი მეზობლები ცოცხლად დაწვას გიბირებენ. ანზე გაახტებია და ტიტველი აცი. ხოლო უდანაშაულო შვილს თვალწინ გიკლავენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხარ. თორმე 5 წუთი უკუნა შენს დედას დახვრეტას. გენოციდის მსხვერპლის ტანჯვით გავლილი გზის საშინელი დეტალები. კაზაკები და რუსები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. და ადამიანის ფსიქიკისთვის ძნელად აღსაქმელი ტრაგიკული სინამდვილე. აუპატეურებდნენ ყველა ახალგაზრდებს. უახლესი ისტორიის უცნობი სამარცხვინო ფურცლები. ფედრიონელების ქვეშინოდა ყოველს. და შეუსრულებელი დაბირების ნდობით გამოწვეული საბედისწერო შეცდომა. თვითონ ჩაჯდა თვითმფრინავში გადმოფრინდა ჩვენ უბრალო ხალხი დაგზარავდით. ომის შეულამაზებელი არაადამიანური სახე. გერჩინოთ თქვენი შვილის ადგილას. თქვენი მეუღლე ყოფილიყო. და შურისძიებით მართული სიძულვილის იმედის მომცემი ალტერნატივა. აი ვიღაცამ რომ მომიკლა შვილი ეს იმას არ ნიშნავს რომ მე აფხაზი დღეს არ ვიყავ. ნახეთ. ნაირა კალანდიას სიმართლის დრო. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარი. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარჯიშო მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზადყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლეს გამო. წესების თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას გულწრფელ პასუხს გასცემენ, დარბაზ 100,000 ლარით დატოვებენ. ნაირა კალანდია, 62 წლის, დევნილი სოხუმიდან, პროფესიით მედდა, ამჟამად უმუშევარი. ყავს ერთი ქალიშვილი ნანა გერგედავა და ორი შვილიშვილი ანი და მარი გერგედავები. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ახლა კი შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ მონაწილეს. ქალბატონი ნაირა კალანდია. ხოთ. მივესალმებით თელ საქართველოს. დიდი მადლობა დღეს მოწვევისათვის. დღეს მე აქ მოვედი სიმართლის სათქმელად. წითელ სკამზე რო ვჯდები შაოსანი დედა. დღეს მე ფულიზე დღეს არ მოვსულ ვარ, რომ გამიგო საზოგადოებამ მარტო ჩემი სიმართლე. იმის გულიზე ვარ მოსული დღეს. ჩვენი მთავარი мотиваცია უკვე გავარკვიეთ. და ახლა მოდით მე აკირსნით უცებ წესებს. წესები საკმაოდ მარტივი არის, რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება 6 მარტივი კითხვისგან. თუ რა თქმა უნდა ამ ეტაპს წარმატებით გაივით, გახდებით გარანტირებული 400 ლარის მფლობელი. მერე უკვე სხვა ეტაპებია, თანხა იზრდება, კითხვები რთულდება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაჩერდეთ, სანამ მე კითხვას დავსვავ, შეწყვიტოთ თამაში და წახვიდეთ შოუდან. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეს ღილაკი გამოიყენოთ, თუ რა თქმა უნდა კითხვა არ მოგეწონებათ, მე მას შევცვლი. ახლა კი მოდით გავიცნოთ თუ ვისთან ერთად მოხვედით ჩვენთან. ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ნანა გერგედავა. და ორი ჩემი მეზობელი აფხაზეთიდან, რომელიც ჩემი ტრაგედია იციან თავიდან ბოლომდე. ესენი არიან თინათინ ლომიძე და გული ჭიტანავა. ძალიან სასიამოვნოა. თქვენ საკმაოდ რთული და მძიმე ისტორია გაქვთ.
და ვიცი რომ თავარი мотиваცია სიმართლის თქვა, მაგრამ მოდით რაღაცა ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, დავიწყოთ თავიდან. იყო პერიოდი, როდესაც თქვა ქართველებმა და აფხაზებმა მოაწერეს ხელი და იარაღი გაქონდათ ქართველებს უკვე ტერიტორიებიდან, თუმცა აფხაზები აძლიერებდნენ თავიანთ პოზიციებს. ხო? თქვენ გახსოვთ ეს პერიოდი ალბათ. მე თვითონ მუშაობდი ქალაქის მეორე საავადმყოფოში ერთთან ანესთეზისტად. და იყო ისეთი შემთხვევები, რომელიც იყო პოზიციები აფხაზებს ეკავათ იარაღი, მაგრამ ჩვენ არ გვერჩოდით. ანუ ქალაქში ჯერ შემოსულები არის. შემოსულები არა, ისეთი არაფერი არ იყო. ჩვენთან აი გარჩევა აფხაზი და ქართველის არ იყო. ისეთ რა მოდით მე ჯერ დაგისვათ პირველ ეტაპის პირველ კითხვას და შემდეგ უფრო საუბარი ალბათ უფრო მარტივად წავა, რომ მივხვდეთ რა ქრონოლოგიასთან გვაქვს საქმე. პირველი კითხვა. თქვენი აზრით აფხაზეთის ომი პოლიტიკოსების წაგებულია? დიახ. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. რამე კომენტარის გაკეთება თუნდაც ამ საკითხზე. ანუ ვინ იყვნენ თქვა ის პოლიტიკოსები, ვისაც თქვენ კონკრეტულად თulit ადანაშაულებთ? თვითონ ედუარდ შევარდნაძე ბოლო წუთებამდე იქ იყო 28-ში ჩვენ გამოგვიცხადა სოხუმი არ დაეცემა, ჩიტი არ შემოფრინდებაო. და ჩვენ ყველა ეს უკვე იარაღი ყველაფერი გატანილი იყო და თვითონ ჩაჯდა თვითმფრინავში გადმოფრინდა და ჩვენ ჩაგვდოვა იქ. უბრალო ხალხი დავზარავდით, ყველანი გამოიქცნენ აქეთ პოლიტიკოსები, ვინც იქ პოლიტიკოსობდა ნამდვილად. თვითონ პრეზიდენტის მეთაურობით. წამოვიდა თვითონ პრეზიდენტი და დატოვა ხალხს უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნებაო და ჩვენ ვჯეროდა ამის. თქვენ რამდენადაც ვიცი თქვენ სახლს იცავდით ბოლო წუთამდე. თუმცა მცდელობა გქონდათ, სურვილი გქონდათ რომ დაგეტოვებინათ ის თქვენი სახლი თქვენ პირადად. მე თვითონ მეშინოდა ჩემი შვილების საერთოდ როგორც შემოიჭრნენ ისინი უკვე 25-ში ვიცოდი რომ შემოსული იყვნენ და ჩემს მეუღლეს თვითონ ვეხვეწებოდი რომ დაგვეტოვებია სამეგრელოში და გადმოგველახა მდინარე ენგური. მაგრამ არ დამემორჩილა არც ჩემი შვილებიც და არც ჩემი მეუღლე. თვითონ არაფრის დიდები ჩვენ არ დავტოვებთ სოხუმს, ბოლო წუთებამდე საქმექნებით ჩვენ კაცი შვილი. თუმცა სამხედრო პირი ოჯახში არც ერთი არ არის. არც ერთი არ იყო. ჩემი შვილი იყო, პროსტო ქუჩას იცავდა. მოდით მეორე კითხვას დაგისვათ. ადანაშაულებთ მეუღლეს იმაში, რომ თქვენმა ოჯახმა სოხუმი უფრო ადრე არ დატოვა. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. თქვენ მუშაობდით საავადმყოფოში. ეს უკვე გავარკვევთ. თქვენი მეუღლე ვინ იყო პროფესიით? ჩემი მეუღლე მუშაობდა ავტოკოლონაში, იკაროსის მძღოლი იყო და ემსახურებოდა საერთოდ შემოსულ მხედრიონელები იყო თუ აი
ვინც იყო საბრძოლო მოქმედებაში შემოსულები, იმას ემსახურებოდა და ბოლო წუთებამდე იმას არ დაუტოვებია თავისი პოსტი და ემსახურებოდა მაგათ და საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა. ვინც გავიდაო, ისინიო უკან არ უნდა დაბრუნდნენო, როგორ უნდა დაავტოვოთო, სოხუმიო მეუბნებოდა, არაფრიძინები და ჩემი შვილი თვითონ, ჩემი ნუკრი იმას არ შეეძლო საერთოდ სოხუმის დატოვება. თვითონ ესე იგი იმას ზღვისუმის ცხოვრება არ შეეძლო. იმას ისე უყვარდა თავისი საფკარი, თავისი მეზობლები, თავისი ქუჩა. თვითონ რუსულენოვან სკოლაში სწავლობდა და ისეთი ამხანაგები ყავდა ყველა. იქ აფხაზები ყავდა, მეგობრები და აი ისე განიცდიდა ამ ამბავს, რომ რაღაცა ომი დაიწყო. აი თვითონ ამბობდა, იარაღი რო ავიღო ვის ვესროლო, ჩემ ძმას ვესროლოო. აი ასეთნაირად ყველას ხელს უწუძიდა და ყველას ეხმარებოდა. თუ ვინმეს ვედროთი წყალი აღქონდა ზემოთ უფრო მაღალ ადგილას, ყველას ეხმარებოდა და ლუკმა პურს ჩემი შვილი აწვდიდა ყველას. აი ისეთი ბავშვი იყო. მე რასაც ვისმენ ხა საკმაოდ ბევრს მესმის რომ ყვებით თქვენს ვაჟიშვილზე, მაგრამ საერთოდ არ გიხსენებიათ არც ერთხელ ამ მონაყოლში თქვენი ქალიშვილი. ნანა. ჩემი ქალიშვილი სწავლობდა რუსეთში მაშინ. კასტრომაში სწავლობდა ეკონომიურ ფაკულტეტში. პირველი კურსი იქ დახურა და როდესაც უკვე შერიგების ამბავი იყო შემოტანილი, მაშინ გადმოვიყვანე ჩემი შვილი აქეთ და იყო იქ ჩვენთან სოხუმში, მაგრამ ჩემი ნანა უფრო მეტად იზრდებოდა ბებიასთან, ჩემს დედასთან. საერთოდ დედამ შვილი არასოდეს არ უნდა ამოარჩიოს. აი პირადად გეტყვით და ყველა დედას ამას ვეტყვი, რომ მე მყავდა შვილი ამორჩეული, რომელიც ერთი ბიჭი და გოგო მყავდა და უფროსი იყო გოგო და უმცროსი ბიჭი. აი ამას ვაქვეყნებ, რომ მე თუ 3 კამფეტი მეკავა ხელში, ერთ მივცემდი ჩემს ნანას და 2-ს გადამმალავდი ჩემი ნუკლისთვის. თუ ჩემი შვილები წაჩხუბდებოდნენ და რაღაცას აყვებოდნენ, ჩემს ნანას შეიძლება დამესაჯა ჩემი ნანა, გოგო და ბიჭისთვის აი ასე ტაში გამეკეთებია ჩემი ხელით, რომ გაეგო ნანას, რომ ბიჭი გავლახე. ასეთი ამორჩეული და თვითონაც იყო ის ჩემთვის გოგოზე უფრო ტკბილი შვილი, იმიტომ რომ სუდად გავხდებოდი მაგალითად ან თავის ტკბილი მქონდა რაღაცა მაგისი კარის გაღება და პირველი დაძახება დე სახში ხარ და მამამის პაპუჩის ეძახდა და პაპუჩი აი რაღაც სიტყვას გამოხატავდა ეს ბავშვი ჩემს მიერ და აი პირველი ჩემი დაძახილი იყო ნუკრი და ჩემი მეუღლის კიდე ნუკრი და ღმერთმა წამართვა დედა ნუკრი. ნანა, შენ თვითონ დაჭვენების მომენტი არ ქონდა არასოდეს? ნამდვილად არა. არც განიცდიდა? არა, საერთოდ არა. აი როგორ იხსენებ სოხუმში გატარებულ წლებს, ბავშვობას? გახსოვს კარგად? კი, სკოლა რო დავამთავრე, ნამდვილად აი იქ მართლა ბედნიერი ყოფილ ვარ და ის წლები აწე არ ამგონია რომ დაბრუნდება და ამიტომ დედას ვდგავარ ყველანაირად ხარში რომ ცოტა მაინც შომსუბუქო ეს ტრაგედია. მეც ამ საუბრიდან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკური იქნება მესამე კითხვა დავსვა და რამდენად მზად ხართ? კი ბატონო, მესამე კითხვის დროც მოვიდა. თვით რომ დედის მიერ ერთ-ერთი შვილის გამორჩეულად სიყვარული დიდი შეცდომაა? კი, ნამდვილად ვამბობ ამას. დიდი შეცდომაა და ჩემს შვილსაც ვეუბნები. დედა შვილები არასოდეს არ ამოარჩიო მეთქი. თქვენი პასუხი მიღებულია და დაველოდოთ მონიტორზე გამოსულ პასუხს. ეს პასუხი არის
სიმართლე. ქალბატონ თინას მინდა მიმართო. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ პასუხს? ვეთანხმები ნამდვილად ასეა. ამას ყოველთვის ვამბობთ და ნამდვილად სიმართლეა. თქვენ რამდენი შვილი გყავთ? ერთი. მაგრამ თვითონ ვართ ძალიან ბევრი. დედმამიშვილები და ვიცი რომ ეს არაერთი შემთხვევაში არ შეიძლება. შვილის ქალბატონი გულისთვის მეც არ ვეთანხმებ. ძინა და ლუგიტა ძინაკება. მიუხედავად ამისა, თქვენ ახლა უფრო აცნობიერებთ ხო ამას? ყველა დედას ამას და თუგი ყველას თელ საქართველოს თქვენ შვილსაც გეუბნებოდით ჩემი შვილი აქეთ კი ვეუბნები და ჩემ შვილს როდესაც მე იქით ვეუბნები ნუკრი რატო მომიკლეს და შენ რატო არ მოკლეს მეთქი მე თვითონ მეუბნება მართალი ხარ დედაო აი ისეთი შვილი მყავს რომელიც თვალში მიყურებს და ყოველნაირად აი ისე მიდგას გვერდით რომ ტკივილს მიყუჩებს აი მართალი ხარ დედა მე რატო არ მომკლეს და შენ ნუ აი თვითონაც გძნობს რომ არაჩვეულებრივი შვილი გყავს ნანა მაგრამ ალბათ ძალიან მტკივნეული მოსასმენია ესეთი ფრაზა არა ნამდვილად არა შოკნარი აი უკვე როდესაც დაიწყო არეულობები შენ ჩამოხვედი სოხუმში კი გჯეროდა რომ თქვათ განიმუხტებოდა სიტუაცია რაღაცნაირად დაალაგდებოდა რა მე ნამდვილად არ მეგონა თუ ჩემ ძმას ეს მოუვიდო და საერთოდ აფხაზეთში თუ ესეთი საერთოდ ნამდვილად აი ჩვენ 28-ში კიდე სოხუმში ვიყავით და რომ გადმოვედით მე გადმოვასწარე ჩემ ნათესავებთან და 29-ში უკვე მე სუფდიდში ვიყავი და დედაჩემი და მამაჩემი მოვიდა 18 დღის მერე ტყვეობაში როცა მე არაფერი არ ვიცოდი და უკვე ყველაფერი იცოდა მაგრამ მე მატყუებდნენ რომ დედაშენი მამაშენი და შენი ძმა გადავიდნენ სვანეთიდან არა და ცოტა კი მიკვირდა რადგან ჩვენ გადმოვდიოდით კინ დღეს ჩაის ფაბრიკიდან და უცებ სვანეთში ესენი როგორ აღმოჩნდნენ მეთქი მაგრამ კიდე რაღაცნაირი იმედით ვიყავი და აი 18 დღეს მერე რომ მოვიდნენ და ეს ამბავი რომ გავიკი აი სახლიდან გამოხოდით პრინციპში 4-ვე ერთად ხო აფხაზები როცა უკვე ქუჩაში დაინახეთ შენ გაიქეცი სხვა მიმართულებით მე უბრალოდ მამაჩემმა ჩამსვა ტანკში სადაც ყველა ჩემი ნათესავები იმყოფებოდნენ იქ და მე ნამდვილად არ მინდოდა რადგან მე ველოდებოდი დედას და ჩემ ძმას როცა მამაჩემმა მითხრა შენ მაინც წადი და ვისთანაც უნდა მივსულიყავით ზუგდიდში დასავლეთში ასე მითხრა რომ აი ამ ოჯახში იყავი და ის ვინც იქ იყვნენ ისინი ჩვენთან ერთად მოდიოდნენ და ამიტომ მე უკვე ნამდვილად შევეწინააღმდეგე მამას მაგრამ აი მამა მისტიქტურად რამდენი წლის იყავი მაშინ? მაშინ ვიყავი 16 წლის 17 უკაცრავად 17 წლის ვიყავი მაშინ ხო ძმა იყო პატარა იყო ძმა ჩემზე 1 წლით თქვენ გარდაცვლილი გეგონათ ნანა? ნანა საერთოდ აკარგული მეგონა და როდესაც უკვე ჩამჩერამდის მოვაღწიეთ ტანკი იდგა დამწვარი და იმ ტანკს ურტყამდი თავს აქ ჩაიწვა ალბათ ჩემი ნანა მეთქი ჩემმა ბიჭმა მე ვერ მიმატოვა მე ჩემი დედა ვერ მივატოვე და ერთი მურმანხურცილოვას დედა მოდიოდა მწერალი მურმანხურცილოვას დედა მოხუცი ჩვენთან და ჩქარა სიარული არ შეეძლოთ თორემ ჩვენ მოვხდებოდით იმ ტანკში და ის ტანკმა გააღწია და ჩვენ ტყვეობაში აღმოჩნდით. ეს იყო საღამოს 9:10 საათი. და სროლა რო ატყდა მაშინ მიმოვიფანტებით. და დედაჩემი და ჩემი მეუღლე ტყვე დაუყანიათ, მაგრამ ჩემი შვილის ხმა გავიგონე. მისტრელი აიტე, მისვაიო, დაუძახა ჩემმა შვილმა. რუსულად. ყოველნაირად ლაპარაკობდნენ ქართულად. რუსულად, აფხაზურად და ჩაგვარდით ყვიროდნენ. ჩვენ ვიღაცის სახლში შევედით იქ პატარა აბანოსავით ქონდა იმ გაკეთებული და იქ ჩავიმუხლეთ ისე რომ აფხაზები მიდი მოდიოდნენ, მაგრამ ჩვენ სუნთქვის საშუალებაც არ ჰქონდა. ჩემი შვილი სულ ვერჩი მირტყამდა და მეუბნებოდა ნუკრი, დედა, მამას მომიკლავენ, გავიდეთ, ჩაუბარდეთ აფხაზებს.
დედა მამას მომიკლავენ, გავიდეთ, ჩავბარდეთ, მაგრამ არა დედა და უჭერდი სულ ხელში ხმა რა მოიღო მეთქი და ისე გადიოდნენ, რომ ცოდნო და ჩვენ იქ ვიყავით ავტომატიანები მიდი მოდიოდნენ და სროლები იყო სასტიკი, იმიტომ რომ ჩვენ თვალწინ ერთი სატვირთო მანქანა მიახრიტეს ხალხი ისე რომ ერთი არ დარჩენილა და ისე გადავრჩით რომ ასე ვეფარებოდით რაღაცას, აი არ ვიცი რამ გადაგვარჩინა და ისე რაღაცა პატარა სარაიასავით იდგა და იქ მოხვდით და იქ ჩავიმოხვდით. მაგრამ როდესაც ჩემი მეუღლე დაიჭირეს უკვე უთქვია ჩემს მეუღლეს ჩამოუგლეჯიათ ეს ზედაყრიმალი მთლიანად და აი ეს უთქვია რომ მაქო რაღაცა წამოღებული ოქრო ბრილიანტი და ფულიო და ყველაფერს მოგცემთ ოღონდ შვილი არ მომიკლავთ. მაშინ დაუძახეო შესთავაზეს და ძახება და ისეთი საზარელი ხმით დაიძახა ჩემმა მეუღლე. ნუ კრიო აი ასე და ამისი დამთავრება ვერ შეძლო. ჩემმა მეუღლემ ისე ჩემმა შვილმა კრა კარს ხელი და იაზდეს პაპაო დაუძახე და მე ჩემ შვილს მივყევი უკან. ანუ ესე დაიჭირეს ასე უცბად ჩემი შვილი ხელიდან ამაცალეს, ჩემი დადა ისინი მიიმალნენ და საწავიდნენ არ ვიცოდით და რაც მქონდა ფული მოითხოვეს და შემოხვეული მქონდა წელზე დედაჩემთან მქონდა დამალული ისიც 19 კილომეტრით იყო სოხუმიდან დედაჩემი დაშორებული, ესე იგი დრანდაში ცხოვრობდა სოფელ ვარჩეში. იმ მქონდა გადამალული რაღაცა რაც მქონდა ძვირფასეულო. ფული რომ მოვთხოვეს, შტოდი იშიშ там скатинаო, მითხრა რომ მოვიხსენი, პირდაპირ კრეს ხელი ამ მოხსენილ ძვირფასეულობას და ფულს და ყველაფერი წაიღეს და დაგტოვეს იქ. ჩემი შვილი სად გაქრა არ ვიცი, იმ წუთაზე დავინახე ჩემ შვილს ხდიდნენ. კანისამოს იეცვა სპორტეულები და ქვემოთ ბოტასები. ყველაფერი გახადეს და გავინახე ტიტველი. მაგრამ იმ წუთაზე აორთქლდა ჩემი შვილი და დავრჩი მარტო. დედა მეუღლეც არ ჩანდა. მეუღლეც არ ჩანდა. დედა სადახარ მოკი, სადახარ მეთქი, ყვიროდი, მაგრამ შე გამკითხავი არავინ არ იყო. ის იყო ერთ-ერთმა მკაცა. ძმებში ხელი მე მაშინ მოკლე ძმები მქონდა და ხორკლიან ბრიზგიან სახლში ვიმახეთქებია თავი. მერე ყველა თხოვდი შველას, ვინც გადი გამოდიოდა, მაგრამ ყველა უარით მისტუმრებდა და ერთ-ერთმა ჩეჩენი იყო. მე ასე შევატყვე რომ ჩეჩენი იყო, წერებიანი, წამოდიო მითხრა და გამაყოლეს გზას. დავინახე კოცონი ანთებული და ამ კოცონში იწვებოდა ჩვენი კუპონები იყო მაშინ, კუპონები და ქართველების ტანისამოსები. მკვდრებით იყო მოფენილი მთელი ტერიტორია, სადაც გავდიოდი, მკვდრებზე ვეცემოდი. შემიყვანეს სახლში და დავინახე იქ დედაჩემი მიყუჟულიყო პატარა კუთხეში და რამოდენიმე 1.16-17 ყველა ქალები ერთ ხარეზე და მამაკაცები მეორე ოთახში ყავდათ გაყვანილი. თქვენი შვილი ამ დროს არ ჩანდა. ჩემი შვილი არ ჩანდა, მაგრამ მე როგორც კი დავინახე ვერდითა კარი შევაღე და დავინახე ჩემი შვილი იყო მამაკაცები ერთმანეთზე დაწოლილი, ჩემი მეუღლეც იქ იყო, რამოდენიმე ჩემი მეზობელი რომელიც ერთად გამოვედით და მეხუთე ჩემი შვილი იყო დაწოლილი ერთმანეთზე ხუთი ადამიანი და ისეთ რაღაცას თავაზებენ, რისითაც არ შემიძლია და კარი შევაღე და კარში ხელი ჩამაყოფიეს და თითები ასე მეკონა მომენტრა 4 თითი მეთქი და კარი მოკეტეს და იქ დამიჭიკავეს და დავარდი, მაგრამ ჩემი შვილის აზრი მქონდა, ნუ კრი დედა, ამას გავიძახოდი დედა. არ მოკლან დედა მეთქი და ჩემმა შვილმა ერთი თვალით გადმომხედა და ისე კარი დაკეტეს და დავჯექი ქვემოთ, ყოლზე დავჯექი. მოდით აი თქვენი შვილი რას თქვენ ალბათ იცით და აი ნანასაც ვკითხე, რამდენად თქვა შეიძლება გრძნობს ადამიანი რაღაც ცუდს წინასწარ და რამდენად იმედი გქონდა თქვენ შვილს რა თუნდაც გადარჩენის მეოთხე კითხვით ახლა გადავამოწმებთ, დაგისვათ პირდაპირ მეოთხე კითხვას და მე საუბარი გავაგრძელოთ.
თქვენი შვილი წინასწარ გრძნობდა, რომ ვერ გადარჩებოდა. როდესაც ჯოჯოხეთი გარდაუვალი რეალობა ხდება და სასტიკის მანება მოულოდნელად ცხადდება აწმყოში. ტყვეობის დროს გვაწამეს. როდესაც შენი მეზობლები ცოცხლად დათვას გიპირებენ. ანზე გაახტებია და ტიტველი არცე. ხოლო უდანაშაულო შვილს თვალწინ გიკლავენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხარ. თურმე 5 წუთი უკიდა შენს დედას დახრებას. ომის შეულამაზებელი არა ადამიანური სახე. გერჩინოთ თქვენი შვილის ადგილას. თქვენი მეუღლე ყოფილიყო. ნახეთ. ნაირა კალანდიას სიმართლის დრო. თქვენი შვილი წინასწარ გრძნობდა, რომ ვერ გადარჩებოდა. ამით მინდა ჯერ კი ანა რა თქვი და მე გავაგრძელოთ საუბარი. კი, მიღებულია პასუხი და აი ამ პასუხის შემდეგ მე გავაგრძელოთ საუბარი. ეს პასუხი არის სიმართლე. ის მოყოლა ქნება. ამით მინდა დავიწყო ხალბატონო ნანკა, რომ ჩემი შვილმა სოხუმში რო ვიყავით იქ იმას წამოელანდა თავისი მეგობარი, რომელიც დენით იყო მოკლული. აი წამოელანდა როგორ ბავშვი საპირთარეშოში შედიოდა და კარი არ დამაკეტიაო ეს უთქვია ჩემი გოგოსთვის და ჩემი დიშვილებისთვის. რაღაცა ისე იყო აღელვებული ეს ბავშვი, ეს იყო 28 რიცხვი, 28 სექტემბერი. ისე იყო აღელვებული, რომ ითხოვდა სულ სოხუმში წავიდეთ, ჩვენ ვიყავით დედმამასთან, ჩემს დასთან, ჩემი დაც იქ იყო გათხოვილი ახლოს, გულირიმშის რაიონში. და სულ მთხოვდა დედა წავიდეთ სოხუმში. დედა წავიდეთ სოხუმში. სულ ამას მთხოვდა პირადად. ჩვენ ხელს არავინ არ გვახლებს იქ. მაგრამ მთელი ქალაქი იწოდა და სოხუმში როგორ წავიდეთ დედა მეთქი. არა და თვითონ არ დაუჯერე მე ჩემ შვილს. რაღაცას გძნობდა რომ იქ რო წავსულ ვიყავი, მე რომ დაუბრუნებულ ვიყავი სოხუმში, მე მგონი შვილი ცოცხალი დამირჩებოდა. აი აქ კითხვაში იყო, ანუ წინასწარ გრძნობდა, რომ ვერ გადარჩებოდა. აი მტყვეობაში იყავით თქვენ, დედა თქვენი, ხო, მეორე ოთახში მეუღლეში. ვინ გადარჩა იქიდან? იქ ცენტრალურ გზაზე რო გაგვიყვანეს დედა დილით, გვაწამეს იმ საღამოს, ტყვეობის დროს გვაწამეს, აუპატიურებდნენ ყველა ახალგაზრდებს. რა დღე გადავიტანეთ, ესე იგი არ ვიცი, ახლა ყველაფერს ვერ მოგიყვებით აქ, დაწვრილებით ყველაფერს გეტყვით. ესე იგი, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგოს უბრძანა ერთ-ერთმა 70 წლის იყო, 65 ასე აფხაზი იყო თვითონ ეროვნებით, ქართულად ელაპარაკებოდა და დედმამის თვალწინ და ჩემი შვილი მაშინ ცოცხალი მყავდა იქ. ანზე გაახტებია და ტიტველი არცე იქ. მე თქვენ იმისთან მკვლელები მოდიანო, ჩვენ თუ არ მოკალითო, მაინც მოკლავენო, ასე გემუქრებოდა იქ. ჩეჩნები იყვნენ, კაზაკები და ყველანი, ეხლა მკვლელები მოდიან, ჩვენ იმათ ველოდებით, ჩვენ ვინც მოვკალით ისინი იყო სასიკვდილო და ეხლა აცი თქვენი ჯერიაო, ასე გეუბნებოდი. პატარა დროშასავით დაგვაკავეს თეთრი დროშა, ვითომ ტყვეები და აბა გამოდითო გვითხრეს და ტიტველები ვიყავით, ტანკს არ გვეცვა, ისე შემოგვახიეს ყველაფერი, გაგვიყვანეს და დაგვაყენეთ ცენტრალურ გზაზე. თქვენ იქით-აქით უნდა იარო და ასე უნდა ამოხდეთ სული. ჩემი შვილი ჩემთან მოდიოდა და უცბად აღმოჩნდა იქ. ნამდვილად ვიცი, იყო რუსი კორესპონდენტი.
თვითონ გადამღები. ჩერდებოდა მანქანა და გაჩერდა მანქანა უცბად და ჩამოვიდა რამოდენიმე ეს აფხაზები და ეს რუსი და გადაიწყო გადაღება. მაშინ აი ასე ავიღე მუჭი, გავიკეთე პირთან აი ასე და ტირილი დავიწყე და როიღებ და შევეხვეწე. ამაგი ბრატ, ამაგი მე. მაშინ იქიდან გადმოვიდა ერთი და ტიბე დვაპულია პამოჟით მითხრა. აი ასე მითხრა. ტიბე დვაპულია პამოჟით. თქვენი შვილი ამდენი ხანი იყო ყოვებაში? ჩემი შვილი იყო ყოვებაში. ესე იგი ერთი სუტკა და მეორე დღეს მომიყვეს 29-ში ვიყავით ჩამწვდეულები და 30-ში 12 საათზე მომიყვეს. მოდი დაგისვათ მეხუთე კითხვას და საკმაოდ მძიმე კითხვა. თუმცა თქვენ ყველა კითხვა წინასწარ უკვე იცით. მეხუთე კითხვა. გერჩინოთ თქვენი შვილის ადგილას თქვენი მეუღლე ყოფილიყო. კი. მიღებული პასუხი. ეს პასუხი არის სიმართლე. მე თვითონ ჩემი მეუღლე კი არა, მე თვითონ მინდოდა ჩემი შვილი მიხვდა იმას, რომ ის ცოცხალი არ გადარჩებოდა, იმიტომ რომ როდესაც ცენტრალურ გზაზე დაგვაყენეს, ჩერდებოდა მანქანები და გთხოვდნენ ფულსა და ოქროს. ჩვენ ვუთხარით ყველაფერი ჩავაბარეთ და არაფერი არ გაგვაჩნიათ მეთქი. და პირდაპირ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს უფრო მეტად. ერთ-ერთი ჩვენთან რომ მოდიოდა ერთ-ერთი გოგო გაიტაცეს და ჩააგდეს მანქანაში. ჩემმა შვილმა მითხრა, დედა დავიღუპეთო მითხრა. თორმე 5 წუთი უკუნდა შენს დედას დახრეტას და მითხრა დედიკო მითხრა მე მგონი მე სამშვიდობოს ვერ გავაღწევი სიცივეს გრძნობ ტანზე მითხრა და იმ სიმაღლე ბიჭი რაღაცა დაპატარებდა რას ქვია დედა მეთქი მოუთხარი ვინ მოკლავ შენ მეთქი რას ქვია დედა რას მოუგნები მეთქი არა დედა არ გაინძრევო აი აქ იყავიო ხო ხედავ რა გაუკეთესო შეგნებულად სახელი და გვართ არ ვაცხადებ იმ გოგოსი, რომელიც მანქანაში ჩააგდეს. რო შევჩერდით უცბად, სატვირთო მანქანა გაჩერდა. იქიდან გადმოხდა ერთ-ერთი, რომელიც შეგვაგინა. ეი გრუზინი ვაში მათ და პირდაპირ წამოვიდა ჩემი შვილის მხარეზე. ჩემი შვილი ცოტა ერთი-ორი ნაბიჯით მოშორებული იყო ჩემთან და ჩემი მეუღლე იქ იყო დედა ჩემიც და რამოდენიმე 17-18-ამდის ვიყავით იქ. და როდესაც ჩემმა შვილმა პირდაპირ თვალი განისწორა. და როდესაც შევხედე ჩემ შვილს მომესხა კაბინიდან ვიღაცამ თქვა ტოტოს ნაკომი ლიცო ჩემს მეუღლეზე. ჩემი მეუღლე იცნო ესე იგი და ჩემი მეუღლე ისე იყო დასისხლიანებული და ამ დასისხლიანებულ სახლზე აყრიდნენ ქვილსა და მარილს და თვალებს ვერ აღებდა. საერთოდ თვალები არ უჩამდა, მაგრამ იცნო ვიღაცამ და იმისი იმედი მომეწა. და შევხედა და შევეხვეწე.
ამაგი ბრატ, ამაგი მე. Eta nashi sin metki da gogos azris საერთოდ არ მქონდა. მაღლობული იყო, გასული იყო, საერთოდ არ მქონდა მაგისი აზრი. მარტო მქონდა ჩემს ნუკრიზე მთელი ჩემი ცხოვრების ის გადატანილი. და როდესაც ამ კაცს ვთხოვე და ხმარება, მანამდე ჩემს შვილს შემხედე და იმისთანა ნამიანი თვალებით ვუყურებდა და წინ ედგა. აევიკი და ეუბნებოდა იმას. ხელები ასია, იასე და დიადია, იარუჟი ნიდержალიო უთხრა. 17 წლის იყო და мне 15 летиო უთხრა. კაკოი არუჟიო და შეაგი ჩემს შვილს და პირდაპირ სახეში კრახე. თურმე სამიზნეთ უნდოდა. შენს დედას დედა შევხედე და ჩემს შვილს ჩემ ზერან შველას მთხოვდა ჩემი შვილი. ვერაფრით ვერ უშველე მაგას შევხედე და ტყვია გავარდა. და დავინახე ჩემი შვილი. ჩაიკეცა. ისე კი არა რომ პირდაპირ ჩაიკეცა მუხლით. და მერე ჩემ თვალწინ 9 ტყვია სურში ურტყა. იქით-აქით აკანავებდა ჩემ შვილს ტყვია. ნაკუწად აქცია ჩემი შვილი და ბოლოს მიაძახა. რომ ასეთ აგემართებათ ყველა ქართველებს. მე მაშინ გონებად მე მგონი არ დამიკარგავს, იმიტომ რომ ყველაფერს ამას უყურებდი და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა. აი ვინც იჯდა იმ მანქანაში, ეს სატვირთო მანქანაში 1:30-მდე იყო, ჩერდებოდა უფრო აი ჟიგულები რო იყო მაშინ და მანქანები, აი მსუბუქი მანქანების და ყველა ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის მასაც გაიგონებდა კაცი. გადავხედე ყველას და ჩემს შვილს კაცი ხელი საყელოში და გადავაბრუნე აიას. დავინახე აი ეს კონდა ჩახეთქილი მთლიანად ცხვირის ხრტილები უჩანდა ხელებიდან და სახიდან მთლიანად ამოუვიდა ტყვიებით და თვალები გაურბოდა კიდე სუნთქავდა. მე როგორც მედიცინის მუშაკი ვიცოდი რომ ჩემი შვილი უკვე ცოცხალი არ დამირჩებოდა და ჩემი მეუღლემ კიდე მიაყირა შტოვი ნატვარილიო და მიახდნენ ჩემს მეუღლეს ერთ-ერთი წვერებიანი ისეთი მაღალი ახალგაზრდა ბიჭი და ჩემ ბიჭთან ერთად წააქციეს და ისიც მტარივით იგეგდო. იმისი აზრი საერთოდ არ მქონდა. ჩამკიოდი ჩემს შვილს ნუკრი ისუნთქე დედა ისუნთქე მეთქი. ჩემი სასიკვდილე ტუჩები შევახე მაგის ტუჩებს და მაგის ამონასუნთქი მე გადავყვაფე. და ვიცოდი მერე ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო და თვალები დაუხუჭე. და საიდან აღმომიჩნდა არ ვიცი მარლის ნაჭერი. იქ რაც დაუცვივდა ჩემს შვილს ის ავკრიფე და მარლის ნაჭერში ჩავდები. და შევახვიე აი ეს და მარიამ დიშობელი წამომელანდა წინ დავეჩოქე პლელს და უთხარ ხელი აუწიე ჩემი შვილის პლელს ძმა დაუძახე სტრელიაი мне тоже брат სტრელიაი მეთქი იმან დამიმიზნა ავტომატი და ტყვიამ წუილით ჩამიქროლა ისეთი მხურვალე ტყვია რომ ასე შემომძახა я тебе убивать не буду ты вот так должен сдохнуть. აი ამ ტანჯვაში როცა იყავით, აი ამ ტრაგედიას, აი ეს ტრაგედია როცა დატრიალდა, ამ დროს რუსი ჟურნალისტი ყველაფერს იღებდა ამას. აი ცხრა მეექვსე კითხვა ზუსტად აი ამას ეხება და მოდით მეექვსე კითხვას დაგისვავ და მერე დავკონკრეტდეთ უფრო კარგად. მეექვსე კითხვა. ნამდვილად ცდილობდა რუსი ჟურნალისტი თქვენგან გამწარებული აფხაზი დედა გამოეყვანა.
დიახ. ასე კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, მაგრამ პირველი ეტაპი დასასრულს მივახლოვდა, მიუხედავად ყველაფრისა. მე უნდა გითხრათ, რომ გარანტირებულად ხასი ვარ თქვენი, თუმცა თქვენ თანხავ პრინციპში არ გაინტერესებთ, როგორც მე მივხვდი. და ეს პრაქტიკაც რუსი ჟურნალისტების დღემდე გრძელდება, მე როგორც ვხედავ. თუნდაც გორის კადრების გადაღება და მითვისება. მოკლედ პირველი ეტაპი გავიარეთ. მე მინდა ვიკითხო, თქვენს მეგობრებსაც ვკითხო, გადავიდეთ თუ არა მეორე ეტაპს. გადავიდეთ კი. ანუ თქვენ ხართ მზად იმისთვის, რომ მეორე ეტაპი მე ჩემი ტრაგედია უნდა დავამთავრებ დედას. აი ჩემი ტრაგედიას როგორ კი დავამთავრებ თქვენ თამაშს. კი ბატონო. სამწუხაროდ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ყვებით, თამაში არ არის, მაგრამ ჩვენ ვართ სიმართლის დროში და სიმართლის თავის წესები აქვს და სიმართლე უნდა ითქვას. კი ბატონო. მეორე ეტაპზე გადავდივართ. მოგვიყევით აი ეს როცა ჩამოხვედით თბილისში. სად ცხოვრობდით, როგორ ცხოვრობდით და სად ცხოვრობთ დღეს თუნდაც? ჩამოვედით თბილისში. შეგვიფარა საკმაოდ ხო რთული გზა გაიარა. ზუგდიდში ვიყავით რამოდენიმე 2 თვე ვიყავით ზუგდიდში. მერე მეზობელი იყო აქ თბილისში და ჩამოვედით შევაფარეთ. შეგვიფარა მეზობელმა და მერე დიდი ვაების შემდეგ ერთ ოთახში შეგვასახლეს 4 ადამიანი. ესე იგი არც საბანი გქონდა, არც დასახური, არაფერი, ესე იგი დედა ჩემი იყო ჩემთან, ჩემი გოგო და ჩემი მეუღლე. თქვენი მეგობრი, თქვენ აფხაზეთიდან მეგობრებთ, ხომ? ანუ თქვენც ერთი გზა ხომ არ გამოიარეთ, თუ ცალ-ცალკე ჩამოხვედით ყველა, ცალ-ცალკე. ცალ-ცალკე ჩამოვედი. თქვენც იყავით მომსწრე ესეთი საშინელი ფაქტების, თუ მოასწარით უფრო ადრე გამოსულ. არა, ჩვენ ადრე მოასწარით. მაგრამ დავბინავდი, სადაც ესენი ცხოვრობდნენ იმ ადგილას. თვითონ ამათმა იციან, მე რა გაჭირვებული ცხოვრება მქონდა იმ ერთ ოთახში, რომელიც შვილის სურათიც არ მქონდა, შიშველ ტიტველი. არაფერი საერთოდ არ გამაჩნდა. მე იქიდან რო გადმოვედი, როგორც პირველყოფილი ადამიანი ზუგდიდიდან ხალხი მომზდებდა, იმიტომ რომ ვიყავი ტიტველი, აი ტიტველი. იქ მე ის მინდა რომ თქვა, სანამ გადმოვიდოდით, მანამდის დიდი ვაება, აი ეს იყო ჩემი რომ შვილის დახვრეტა არ მაგნაქვს. ისე შვილის დამარხვის საშუალებაც არ მომცეს, 15 სანტიმეტრი ამოვთხარი. შეიპარეთ ხო შუმათებში? იქ არა, ცენტრალურ გზაზე. ჩერდებოდა მანქანები და ზოგიერთი მიმიზნებდა, ზოგიერთ საერთოდ არ სიამოვნებდა ეს სანახაობა და აი ასე იფარებდა თავს, მაგრამ ზოგიერთი ცეკვავდა გამოვლელი რომ ამ ტრაგედიას უყურებდა. მე დავწეკი ცენტრალურ გზაზე ტანკმა გადამიაროს მეთქი, მაგრამ შეჩერდა ტანკი და გადაათრიეო უთხრა ერთ-ერთს და გადმომათრიეს. მერე შეუდექით ჩემს მეუღლეს არ შეეძლო და შვილის დამარხვას. რამეფრად მინდოდა ძაღლი ან ღორი შემიჭამს მეთქი და 15 სანტიმეტრი ამობურცნე. მიწადა მანქანის დისკი და ჭადრის ფოთლები დავადევი ჩემს შვილს. იქიდან ტყვეობაში ამიყვანეს. ტყვეობის დროს შვილის დახვრეტა არ მაკმარეს. მათრებდნენ თმით. ერთი კბილი არ დამიტოვეს, ყველა კბილები დამაძვრეს. ჩამომკიდეს ზემოთ, მომაბეს მავთულზე ის
ფეხზე მავთული, ჩამომკიდეს ჭერზე და ქვემოთ ცეცხლი დამინდეს. ისეთი წამებით, რომელიც სიკვდილს ნატრობდი და ვეუბნებოდით მომკალით მეთქი. რატომ მაწვალებთ მომკალით მეთქი და რუსმა მითხრა. და ты что? Ты вот так должен что? აი ასე მეუბნებოდა. პირდაპირ აი კაზაკები, უფრო მეტად დიდ წინამდებობას ვიწებდნენ კაზაკები, ჩეჩნები, რუსები. მანამდე სადაც ჩემს შვილს თავის ქალაქ უნდა ახდილი, იქ წამაქციეს, თავის ქალაქში თავი ჩამაყოფიეს, ზემოთ ბატილკიანი ფეხი დამადვეს სახეზე, შტიკნოჟი თვალი ამოუღეს, ჩემს შვილს და პირში ჩამიგდეს. გადაყლაპებო. არ მახსოვს ჩემი შვილის თვალი გადაყლაპე თუ არა. ისე ამიყვანეს ტყვეობაში და შეგვიყვანეს კინდრი ჩაის ფაბრიკის ეზოში, სადაც იქაც ვიყავით 20 ადამიანი. ეს იყო ბავშვების დესკი ასწროს რო ეძახდნენ, აი ბაღი. გარეთ კარი დაგვეკეტეს. ყოველ საღამოს შემოდიოდნენ, აამთებდნენ წიგნების ფურცლებით იმას და ყველა შევხედე, გდევაში სინავია, გდე? ყველას ვეუბნებოდი, შვილი მომიკლეს მეთქი და 50 მეტროთი ვიყავით ჩემს შვილს დაშორებული. ისე ჩემი შვილის მეგობარი აღმოჩნდა ამ ხაზი და მიცნო. ჯოტნაირა მითქვა. სამხედრო იყო? იქ იყო. სამხედრო იყო? სამხედრო იყო, იარაღი იყო. ჯოტნაირა, где ნუკრი მითქვა. ტოტი мама, ტოტი მეთქი და შემოვეხვია ფეხებში ამბიც. ნუკრია, სპით мама მეთქი მოუთხარი. და აი ასე გავიშვირე ხელი. და ვაჩვენე ნუკრია უბილი მეთქი. აი ასე პაკუბილიო თქვა და ამ ბიჭმა ერთი 30 თვია ისროლა და თავზე იღა ხელი. Да ты что, тётя Ира? Ты что, мне не узнал, что ли, митка? Кто ты, мама? Кто ты, митки? Цади, мама. Сохумши митки. Уთხარი და უთხარი ნუკრის მეგობრებს. ძაღლი შემიჭამს, ან ღორი, ჩანს ფეხები და ხელი უჩან ჩემს შვილს მეთქი. და უთხარი ჩემი შვილის მეგობრებს. აფხაზები ყავდა, მეგობრები, უფრო მეტად და სკოლის მეგობრებს, ყველას მეზობლებს უთხარი რომ ნუკრი ამ ადგილასაა, მეუთხარი მიბარებული მეთქი. ეს ბიჭი წასულა და რუსის ქალისთვის უთხოვია და ორი ტაჭკა მიწა დაუყრია ჩემი შვილისთვის. და მითხრა, ნუ გეშინიაო, მე დაგიცავო, მაგრამ მაგას დაცვის საშუალება რუსეთმა არ მისცეს. სულ ეჭყობებოდნენ და გაყავდათ კავოტის საშიშაეში. Ты что, с ума сошел, что ли, და ემუქრებოდნენ. ამ ბიჭმა ვერაფერი ვერ გვიშველა ისე, როდესაც ჩამომკიდეს მე, ღერც ესროლეს და ქვემოთ ცეცხლი განთებულ კოთხონზე დავეც. ტიტველი დამაჩნდნენ ზემოთ. შეურაცხყოფილა ყოველნაირად პაჟარნიკა ვიზავინ და სასწავლება გამიკეთეს და ხალხმა მინდა იცოდეს სიმართლე. გამოაქვეყნონ სიმართლე და სადაც აი პირადად მე მინდა მთავრობას მიუმართო. სიმართლის დროა, ხო? სადაც ისინი დადიან. საზღვარგარეთაა თუ რაღაცა საქმეს ხო აკეთებენ დაბრუნების გულს. ჩემისთანა დედა დაუყენონ ხალხს, რომ მე ყველაფერი თქვა იქ, რა ჩაიდინა პირადად რუსმა ერმა. აფხაზ არ ვაბრალი მე, ვიცი რომ აფხაზმა მომიკლა შვილი, მაგრამ მე აფხაზ არ ვაბრალი შვილის ყველს. ის ერთი იყო გარეწარი. ისე იყვნენ აფხაზები ჩვენდამი განწყობილი, რომ ყველას ეწოდებოდა ჩემი ნუკრი. დაჟე ვეუბნებოდი დედა, გაგლა ხეს ნუკრი. სადმე გამშნევია დედა, რამე მეთქი და არა დედა, მამშვიდებდა, არა მეთქი, მაგრამ ჩემ წამებას რო უყურებდა ეს, აი იმას ვერ იტანდა. და ბოლოს ეს მინდა რომ თქვა, რომ ჩამოვარდი ქვემოთ, იქაც თმებით მათრიეს, გამიყვანეს გარეთ, მიმათრიეს ჭასთან. ჭაიყო ძალიან ღრმად. ეს ჩამახედეს ჯერ ჭასთან.
ჩემი ანარეკლი ნახე ფოთლებიც იყო ჩაცვენილი სახლის ეზოში იყო ჭა. და ეხლა ნახე შენი ქართველები რა აკრობატიულ ნომრებს შეასრულებენო და 7 თუ 8 ახალგაზრდა და მოხუცი წამოიყვანეს ჩემს თვალზე. მე 10 წუთით ადრე შვილ დახვრეტილი დედა ბედნიერადაც ვზნობდი თავს. ჩემი შვილი რომ ავტომატით იყო დახვრეტილი. ცოცხლა ყველა ისე ჩაყარეს იქ ბეტერი წამოვიდა და გადაფარა ეს ჭადა იქ ცოცხლა ჩამარხეს ჩვენ. გასაგებია. მოდით მე თქვენ გარდა იმისა რომ იქ საკმაოდ ძალიან ძნელი ახლა თქვა საკმაოდ რთული ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანეთ და საკმაოდ რთული ცხოვრება მოგიწევთ მე უკვე თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც. დიდი გაჭიროება ნახეთ, მაგრამ მე არ ვიცი ეს რამდენად ეს პირდაპირ კითხვას დაგისვათ, მე უნდა გავაგრძელო და მოდით მეორე ეტაპის პირველ კითხვას დაგისვათ, ეს ზოგადად მეშვიდე კითხვაა. დევნილის სტატუსით ცხოვრება თქვენთვის უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე სოხუმიდან თბილისამდე გავლილი გზა, ანუ ის ყველაფერი რაც დღეს ახლა თქვენ მოგებთ. უახლესი ისტორიის უცნობი სამარცხვინო ფურცლები. ფედრიონელების ქვეშინო და ყოველს. გენოციდის მსხვერპლის ტანჯვით გავლილი გზის საშინელი დეტალები. კაზაკები და რუსები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. და შურისძიებით მართული სიძულვილის იმედის მომცემი ალტერნატივა. აი ვიღაცამ რომ მომიკლა შვილი ეს იმას არ ნიშნავს რომ მე აფხაზი დღეს არ მოყვა. ნახეთ. ნაირა კალანდიას სიმართლის დრო. დევნილის სტატუსით ცხოვრება თქვენთვის უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე სოხუმიდან თბილისამდე გავლილი გზა, ანუ ის ყველაფერი რაც დღეს ახლა თქვენ მოგებთ. არა. არა. მიღებულია პასუხი. ეს პასუხი არის სიმართლე. შვიდი მართალი პასუხი უკვე არის და ეჭვიც არ მეპარებოდა. თქვენი მონაყოლიდან მე რამდენადაც ვიცი. აფხაზების შემოსვლამდე საკმაოდ დიდ აგრესიას შეეჯახეთ ასევე ქართველებისგან. ვინ იყვნენ ეს ქართველები? ფედრიონელების ქვეშინო და ყოველს. აი ფედრიონი რო შემოვიდა ანუ მოდით პირდაპირ კითხვას დაგისვათ და მე უკვე ლოგიკური იქნება ამ ისტორიის მოყოლა. მერვე კითხვა. ძვირფასეულობა და ფული მხედრიონელებს გადაუმალეთ? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. რატომ გქონდათ მხედრიონელების შიში? რამ განაპირობა ეს თქვენ შემთხვევაში? მე პირადად მეორე საავადმყოფოში მუშაობდი და ძალიან ცუდი შტაბ-ეჭდილება მქონდა, იმიტომ რომ სულ ნარკოტიკებს ითხოვდნენ, რამდენჯერმე კედელზე მიმაყენეს, ხურდობდნენ, უვარდებოდნენ ხალხს და აი ასეთი შტაბ-ეჭდილებით ვიყავით, რომ აი ყველა იყო განწყობილი, დააქროდნენ მანქანებით, აი რაღაცა აი ისინი რო არ შემოსულიყვნენ ჩვენთან, ჩვენ აფხაზები არაფრის დიდებით. აი აფხაზები პირიქით გვეუბნებოდნენ დაიმალეთ, რომ
მაგათი ტყვია არ მოხდეთო. აი მე ხედრიონის ტყვია არ მოხდეთო. პირადად ჩემ კართან გარბოდნენ, იმიტომ რომ როდესაც ხედრიონელები შემოვიდნენ, ჩემი ბიჭი და ჩემი შვილის თანატოლი აფხაზი ბავშვები იყვნენ ზღვაზე წასული და 3 წლის ჩემი ძმისშვილის შვილი ყავდა წაყვანილი. აფხაზ რო ცოდნოდა, რომ ქართველები შემოდიოდნენ იქ. თავის შვილს გაუშვებდა ზღვაში იქ. ერთად იყვნენ ჩემი შვილის ამხანაგები ზღვაზე იყვნენ წასული. იქ იმაში 10 საათზე, დილის 10 საათზე. და 4 საათამდე მე ჩემი შვილი არ მინახია, ისეთი ამბავი იყო, ისეთი აურზაური, ისეთი კივილ-წივილი, ისეთი სროლა მე არ ვიცი. მაშინ ეს პოლიტიკურად იყო მოწყობილი თუ რა იყო, ეს იყო შეკვეთილივით რაღაცა მაგათი შემოსული. თორემ ჩვენ აფხაზი არ გვეჭოდა, ჩვენ ერთმანეთთან ისე კარგად ვიყავით, ერთად ვსვამდით, ერთად ჭამდით. მე თვითონ პირველად ჩემი აფხაზი მეზობელი ჩემ კართან აჩერებდა მანქანას და პირველად ჩემთან შემოდიოდა, იქ შეჭამდა და მე მიდიოდა სახლში. მაშინ ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი. ძალიან ყველა. თქვენ სახლშიც დღემდე ცხოვრობთ თქვენი აფხაზი მეგობარი. ჩემი შვილის მეგობრები ეხლა იქ რომ არიან დარჩენილები და გასულებიც რომ არიან, თუ რამე ერთი ტყვია თუ გავარდა და მე იმათ ტყვიას უნდა. მე ვიცი რომ რუსეთიდან გიკავშირდებოდნენ აფხაზი მეგობრები, გადარჩენილი ადამიანები. ყველა აფხაზი მეგობრებიც ასევე მის და გეუბნებოდნენ რომ თუ გვეტყვი ვინ გააკეთა ეს ყველაფერი ჩვენ შურს ვიცით. ალბომით გამოგიგზავნეს ფოტოალბომი აფხაზი. ყველაფერი დაჟე ინგირამდის მოვიდა აფხაზი. აფხაზებმა მე რაც გამიკეთეს შვილო იმას ეხლა მე წესი აუგეს და დაკრძალეს თქვენი ლაპარაკობ ჩემი შვილს ჩააცვეს უბო გაუკეთეს რომელიც ქართველმა ნახა ჯერ ჩემი შვილის სიკვდილი რო გაიგეს ერთ-ერთი ქართველი იყო იქ დარჩენილი ჩემი მეზობელი გვარად სიჭინავა და იქ ვიმალებოდიო მანდარინებში ესე იგი ბაგრატის დის ქუჩაზე სადაც მე ვცხოვრობ ისეთი კივილი მომესმაო და ისეთი ჭვირილიო რომ რაღაცა დაინგრაო ქუჩა რა გაუგიათ რომ ნუკრი მოგდეს აი ისე განიცადა აფხაზებმა ეგ ქართველებიც იყვნენ და აი ქართველმა მითხრა რომ გადმოვიდა ისე შეიცხადენო ნუკრიო რომ ეხლა შემესმისო რაღაცა სასწავლება всё დავიღუპეთო ვიო რაღაცა სასწავლება და იმ ჩემი შვილის ამხანაგი მივიდა იქ სადაც სხვა ცხოვრობდა ჩემ სახლში და უთხრა ჩემი ძმა მოკლესო და ჭკარა განთავისუფლეთ ოჯახიო და არ ვიცი აი იმის შემდეგ იმ ბავშვს იქ ცხოვრება არ უნდა და ბევრია ისეთი ამხანაგები რომელიც ეხლაც დასტირიან ჩემ შვილს და როდესაც მე კავშირი მაგათთან ტელეფონით იქიდან მეუბნებიან тётнаира не ложи пожалуйста трубку не ложи трубку აი ჩემი ხმის გაგონება უნდა მე მაგათ შემოვევლედე და მე მაგათ მას საფლავი გამიკეთეს აგერ ქალბატონი როზის იმან მე იქიდან ყვავილი მომიტანა ჩემი შვილის სასაფლაოს იქ აფხაზები ივლიან ჩემი შვილის სასაფლაოს სურათებია გადაღებული რომელიც მე ვაგზავნი იქით კვერცხს ავდგომაზე ასკას რაღაცას და იქ ეფერებიან ჩემ შვილს და მეუბნებიან не переживай тётнаира это и наши сыночки ერთმა მითხრა я его и მისი სახელის თქმაც არ მინდა თავისი შვილის სახელი თქვა ირაზდელიაიო იქ ჩემი შვილს იმისთანა მეგობრები და იმისთანა მეზობლები და იმისთანა თანამშრომლები მყავდა მე მეორე სამამთყოფოში რომ ეხლაც ლაპარაკობენ ერთი დამანახა ის დედა და მე მომკლა მე აი ვიღაცამ რომ მომიკლა შვილი ეს იმას არ ნიშნავს რომ მე აფხაზი დღეს არ მეყვარს დიდი მადლობა და ლოგიკურია მე-9 კითხვის დასმა პრინციპში პასუხს ხვდები კიდევ თუ რა თქმა უნდა კონფლიქტი დარეგულირდა სოხუმში დაბრუნების შემთხვევაში შეძლებთ აფხაზებთან თანაცხოვრებას. კი.
მედია ყველაფერი დარეგული. ეს პასუხი არის სიმართლე. თქვენი შვილის მეგობრის სახელი არ თქვით ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას რამე პრობლემა არ შეექმნას. არ ვიტყვი სახელებს დედა, მაგრამ ისინი ანუ ეს არის მიზეზი. ესაა მიზეზი, იმიტომ რომ იქ შეიძლება პრობლემები შეექმნას. მაგრამ მეუბნებიან რომ თუ ყველი იცი ვინა მირეკავენ აი იცით ვინ არის? ყველი ვინა აი რა შემთხვევა მოხდა წავიდა აქედან ქართველი რომელიც დახვდა აფხაზი იყო ასეთი შემთხვევა და იმ ინგირთან დახვდა აფხაზი მანქანით და ჩაჯდა ეს ქართველი და მიუახლოვდნენ კინდღი ჩაის ფაბრიკას სადაც შვილი მომიტეს და ვითომ ჩვენ არ გვიცნობდა ისე გაესაუბრა ეს ქართველი აფხაზს რა პერიოდში ხდება? აფხაზს ეს უკვე აქით რომ ვარ წამოსული ეს იყო 94-95 წლებია გაესაუბრა და ეუბნება სლუშეი აი ეუბნება აი ისეთი ბავშვი მოკლესო რომელიც უდანაშაულო საწეთელი საქართველოს ამას გაიძახესო და ვინ მოყვაო ეს ბავშვიო რა დანაშაული მოუწოდაო და აფხაზმა აი ასე დაარქვაო როზე ხელი და თქვაო ხო აი რატო უნდა მოეკლაო ეს ბავშვი რომელიც ჭიანჭველას არ აბიჯებდაო თევზზე ყველა განიცდის მთელი ის მაგრამ ვინ მოკლა არავინ არ იცის ვინ მოკლა უთქვია სახელი და გვარი და იმან ის მოვიდა და იმან გვითხრა სახელი და გვარი და მე ვიცი დაჟე სახეც დამამახსოვრდა თურმე სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი ამ ქვეყნად მოდი დაგისვათ მეათე კითხვას თქვენს გადარჩენას ახალგაზრდა უცნობ აფხაზს უნდა უმადლოდეთ კი ეს პასუხი არის სიმართლე. ჩემმა მეუღლემ მითხრა, მე ჩემი გოგო უნდა მობძებნო. გარდაცვლილია, თუ ცოცხალიაო და როდესაც ჩემი მეუღლე უკვე ჩვენ დაწვას აპირებდნენ კინდღი ჩაის ფაბრიკაში, უკვე იმ საღამოს, რა ვიცი, რა ძალღონე მოეცა, გადაგრიხა გისოსები და გამოვედით და ჩემმა მეუღლემ და მეც წამოვალ მეთქი და ჩემი გოგოს საძებნად როგორც კი გამოვედით გზაში კიდე დიდი ყველაფერი ჩამწრეული იყო ხიდები რკინიგზას გაუდექით სასწავლება გადახვდა მაგრამ მოვედით ოჩამჩირემდის იქაც გაგვისწორდნენ და იქაც სასწავლება თანაც პატარა ბავშვს დაქონდა უკვე ავტომატი ისეთ დღეში იყვნენ, მიდი მოდიოდნენ უკვე უცნობმა აფხაზმა გადაგიყვანა. უცნობმა აფხაზმა ეს ოჩამჩირეს რო გავცილდით, თაგილონში დაგვიჭირეს. იქაც ჩაგვამწვდიეს და იქ მოვიდა უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ავტომატი ეკავა, გააღო კარი და თავის სიცოცხლის ფასად გადაგარჩინა ფაქტურად გადაგვარჩინა ჩვენ. და გაგველა. გასაგებია. ლოგიკურია, მიბაბა ეს კითხვა, მეათე კითხვას, იმიტომ რომ ეს ისტორიები უკვე მოყევით.
ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ და კითხვაშიც არის ჩადებული. მე-11 კითხვა. კაზაკები და რუსები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. მე მინდა გითხრათ, რომ მეორე ეტაპით წარმატებით გავიარეთ და თქვენ გახდით 4000 ლარის მფლობელი. და ფულზე არა მაქვს არავითარი ლაპარაკი. მე ჩემ ტრაგედიას ამით ვამთავრებ. გადაცემაში მოსვლიდანვე დააფიქსირეთ, რომ გულისთვის არ მოხვედით სიმართლის სათქმელად. მე მგონი თქვენ თვლით საჭიროა რომ გააგრძელოს და მესამე ეტაპზე გადავიდეთ. არა, თვითონ მე თვითონ არ შემიძლია უკვე, მაგრამ მე მინდა 1-2 სიტყვით მივმართოთ ჩვენს მთავრობას. პირველად ჩემი შვილი, როდესაც მემორიალში მიაწერეს, მაშინ მე რაღაცა ისე ვიგრძენი თავი ჩემი შვილს იარაღი არ ეკავა, როგორც მებრძოლი არ იყო და აი თვითონ რატომ შეიძლება იქ აფხაზებმა გაიგოს და ჩემი შვილი ამომიღონ და ძაღლმა ან ხორმა შემიჭამოს. მაგრამ დღეს მე იმისთან კმაყოფილი დავრჩი ჩვენი პრეზიდენტისგან, რომ მე ჩემი შვილის სასაფლაოსთან არ მაქვს უფლება მისვლის და ჩემი შვილი საპატიო ადგილას, როგორც სასაფლაო ისე დიდ მემორიალში ეხარო გახსნა. მე იმით ვარ კმაყოფილი, რომ მორალურად მიდგას მთავრობა და მადლობა მინდა პირადად პრეზიდენტს გადაუხადო იმის გულზე, რომ თანაც მაჩვენეს ჩემი შვილი სადაა მიწერა. გული გამიკეთა მე მაგან იმ მორალით, რომ ამოწვიფრულია ოქროს ასოები და აწერია ნუკრი გერგედა. მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ თამაშს და თქვენ ის სიმართლე, რომლის თქმის და გამოთქმის სურვილი გქონდათ, პრინციპში გამოთქვით და წყვეტთ ამაზე. მე რა გაეწყობა, მეც ალბათ არ დაგაძალებთ 4000 ლარის მფლობელი გახდით. დიდი მადლობა თქვენს მეგობრებს მობრძანებისთვის, თქვენს შვილს. მე მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ რომ მობრძანებთ, იმედია და დაწნარდით. და ვიქონეთ რომ ახალში აუცილებლად დავბრუნდეთ. მადლობა. ცხოვრებაზე მადლობა. დიდი მადლობა. ყველას მადლობა. და სიმართლე და მადლობა სიმართლე. მე კი არ მადლობა.